გამარჯვებთ, ამ ვიდეოში გამოვიხილოთ პროგრამა, რომელსაც ეწოდება DVD სტაილერი. ეს არის მისი 2.7 ვერსია, მისი გამოცემა შეგიძლიათ მისი ოფიციალური ვებგვერდიდან, რომელსაც ეწოდება DVD სტაილერი.org და გვაქვს ღირაკი ზაგუზით CHS. დავჭერთ მასზე. არის ეს გადავართ მის გამოცემის გვერდზე. აქ არის Windows-ისთვის, Mac-ისთვის და Ubuntu-თვის. ამ შემთხვევაში მე ავირჩევ Windows-ისთვის და დავაჭერთ პირველ links. მისი ზომა არის 21 მეგაბაიტი და მელოდებით მის გადმოწერას. ამ შემთხვევაში მე გადმოწერილი მაქვს და აღარ დავიწყებ მის გადმოწერას და გაჩვენეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ის. მოშორებების საინსტალაციო გვერდია, ირჩევთ ადგილსაც გინდათ რომ დაინსტალიოთ და ინსტალაციის შემდეგ მიიღებთ ისეთ იკონს. კარგი გავხსნათ. აი, პროგრამა ჩართულია, გამოჩნდება ასეთი გვერდი. იმია დისკა, ასევე რაზმე დისკა, რაზმე დისკში ავირჩევთ იმ დისკს, რაც მოთავსებული გვაქვს ჩვენს კომპიუტერში, CD ან DVD. ამ შემთხვევაში მე არ მაქვს და გამოვალ ამ გვერდიდან. კარგი, აქ გვაქვს ამოდენიმე სკრინშოტი, მოდი ავირჩიოთ ნებისმიერი, მაგალითად აი ეს. მასზე ორჯერ კლიკით გადავალთ იმის პარამეტრებში, სადაც ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ სურათები ჩვენს კომპიუტერიდან. ამ შემთხვევაში მე დავტოვებ ისევ იმ სტატუსს, რომელიც ავირჩიე და დავამატოთ ვიდეო. აქ გვაქვს პლუსის იკონი, დავავით ფაილ, დავჭერთ მასზე. ისედაც გადავალთ ჩვენს ასველი ვიდეოების გვერდზე, რომელიც ჩვენს კომპიუტერში არის არსებული. მოდი ავირჩიოთ ეს ვიდეო, თქვენ შეგიძლიათ რამოდენიმე ვიდეო დაამატოთ და გააკეთოთ რამოდენიმე გრაფა, ჩავაროთ ხელი, გადმოიტანოთ აი აქ. ანუ მისი ჩაწერის დროს, ანუ თუნდაც DVD-ში, მის ჩართვის დროს გამოჩნდება ესეთი გვერდი და თქვენ არიჩევთ თქვენს ასველი ვიდეოს და აიჩვენოთ და ჩართავთ მას უპრობლემოდ. ასევე შეგიძლიათ მეორე ვიდეოს დამატება, რამდენიც გინდათ უბრალოდ თქვენს ასველი ზომებში გააკეთეთ ამ გრაფას. კარგი, მოდი ხოლმე ორ ვიდეოს დავამატებ და დავაჭერთ აი აქ. არის ეს გადავართ მის გვერდზე. აქ აქვს რამოდენიმე გვერდი. ჩვენ შეგვიძლია ISO ფორმატში ჩავწეროთ, ასევე თუ ჩვენ გვინდა რომ დისკში ჩავწეროთ ეს ყველაფერი და ჩავწეროთ თუნდაც DVD-ში. გადავიდეთ Project, აქ მითითებული იქნება ავტომატურად F დისკი, ანუ ეს არის დისკის გვერდი, როგორც ვთქვით, CD და F დისკი და ამის შემდეგ დავაჭერთ Start და მის ჩაწერის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ აპარატში გამოიყენოთ ეს დისკი. მოკლედ, ვიდეო დასრულებულია. დიდი მადლობა ყურებისათვის. ახონდეს.